ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ბრძანებს მექსიკის ყურის ამერიკული ყურის სახელის გადარქმევის პროცესის დაწყებას. ასევე ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებებს შეერთებული შტატების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, ქალების რადიკალური გენდერული იდეოლოგიისგან დაცვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ არჩევნებში ჩარევისა და მთავრობის კონფიდენციალური ინფორმაციის არასათანადო გამჟღავნებისთვის, სიტყვის თავისუფლების აღდგენის და სამომავლოდ სიტყვის თავისუფლების ხელისუფლების შეზღუდვების შეწყვეტის ბრძანებას. ბრძანება, რომელიც გააუქმებს არალეგალური ემიგრანტებისა და უცხოელების დაბადების უფლებით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მე-14 შესწორების წინა ინტერპრეტაციას. ბრძანება, რომელიც კარტელებს და სხვებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს ასახელებს, განკარგულება TikTok-ის მუშაობის გაგრძელების შესრულების შესახებ. პარალელურად ტრამპმა გააუქმა ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანებულება. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დასავლეთი ჩართულია სტუდენტური პროტესტის გამოყენებით სერბეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებში. მან მომხდარს ფერადი რევოლუციის მცდელობა უწოდა. ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არის ფერადი რევოლუციის მცდელობა. ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს არ არის პრობლემა. დაველოდებით ბოლო მომენტამდე, როცა იძულებულნი ვიქნებით ვუპასუხოთ, როცა ძალით დაიწყებენ მაგისტრალების გადაკეთვას, განაცხადა სერბეთის ლიდერმა. პრეზიდენტის თქმით, არის ინფორმაცია, რომ უცხოურმა აგენტებმა უკვე გადასცეს რამდენიმე სტუდენტს თავისი კავშირებით მოწოდებები, რომ გადავიდნენ მთავარ სატრანსპორტო კვანძებზე და გადაკეტონ მოძრაობა და ეს ყველაფერი ხდება უცხოელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ და როგორ აკეთებს ამას. ზოგი მოდის დასავლეთის ქვეყნებიდან, ზოგიც აღმოსავლეთიდან, სადაც ბინძურ სამუშაოს აკეთებენ დასავლური ჯაშუშური ქსელებისთვის. ჩვენ ამას მოვითმევთ გარკვეულ მომენტამდე, რის შემდეგაც მოვიქცევით შესაბამისად, იმ წესებით, რომელსაც სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს, აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპის გამარჯვებას ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის მთელი ქსელის უზარმაზარი მარცხი უწოდა. მისი თქმით, ახლა დადგა დრო, რომ სოროსის ქსელის გავლენა ევროპაშიც აღმოფხვრან. ახლა ჩვენ ნიჯერია 2025 წელი არის საკვანძო წელი სოროსის ქსელის გავლენის აღმოსაფხვრელად ბრიუსელში და ევროპაში, დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე. ორბანა თავის პოსტს ინტერვიუ დაურთო, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, დემოკრატებს და სოროსის ქსელს ადანაშაულებს მიზნების მისაღწევად ომის გამოყენებაში და მაგალითად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მოჰყავს. იანვრის დასაწყისში ჯო ბაიდენმა სოროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო გადასცა, რამაც ამერიკულ მედიაში კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ სოროსი იყო დემოკრატების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გააცოცხლოს ამერიკული კინოს ოქროს ხანა, ხოლო ამაში მას დაეხმარებიან მელ გიბსონი, ჯონ ვოითი და სილვესტერ სტალონე. სამივე მათგანი ტრადიციონალისტია, რომელთაც ჯერათ მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის. ჩემთვის პატივია გამოვაცხადო მელ გიბსონი, ჯონ ვოითი და სილვესტერ სტალონე სპეციალურ ელჩებად. დიდ, მაგრამ ძალიან პრობლემულ ადგილას ჰოლივუდში. ეს სამი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იქნება ჩემი თვალები და ყურები და რასაც შემომთავაზებენ და რასაც მირჩევენ გავაკეთებ. ისინი იქნებიან ჩემთვის სპეციალური წარმომადგენლები, რათა ჰოლივუდმა, რომელმაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი ბიზნესი დაკარგა უცხო ქვეყნებში, დაბრუნდეს უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი ვიდრე ოდესმე. ეს იქნება როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე ჰოლივუდის ოქროს ხანა, დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მელ გიბსონმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრამპს ნოემბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან ასევე გააკრიტიკა კამალა ჰარისი. სილვესტერ სტალონემ არჩეული პრეზიდენტი ამერიკის პირველ ლიდერს შეადარა, მას მეორე ჯორჯ ვაშინგტონი უწოდა. ჯონ ვოითი ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერია და მას აბრაამ ლინკოლნის შემდეგ უდიდეს პრეზიდენტს უწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადა, რომ გადაარჩენს TikTok-ს და გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც გაახანგრძლივებს სერვისის სიცოცხლეს. მე ვისურვებდი, რომ შეერთებულ შტატებს 50%-იანი წილი ჰქონდეს ერთობლივ საწარმოში.
ასე გადავარჩენთ TikTok-ს, შევინახავთ მას კარგ ხელში და ავამაღლებთ. ამერიკის თანხმობის გარეშე TikTok-ი არ არსებობს. ჩვენი თანხმობით ეს იქნება $100 მილიარდი, შესაძლოა ტრილიონი, წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. ასე რომ ჩემი თავდაპირველი იდეა არის ერთობლივი საწარმო ამჟამინდელ მფლობელებსა და ან ახალ მფლობელებს შორის, სადაც ამერიკას ექნება 50%-იანი წილი ერთობლივ საწარმოში ამერიკასა და ნებისმიერ სხვა კომპანიას შორის, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ზე ისაუბრა, თუ როგორ ითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებას. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მან არაფორმალურად 3-ჯერ ითხოვა მოწვევა და ყოველ ჯერზე უარი ეთქვა. ახლა ისე იქცევა თითქოს გადაწყვიტა არ წასულიყო, რა უცნაურია, დაწერა ტრამპის ვაჟმა. უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კლინკინმა აღიარა, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები კიევის მონაწილეობის გარეშე გაიმართება. მან აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით კიევში უბრალოდ მზა დოკუმენტ შემოიტანენ და იტყვია, რომ სამყარო ასე გამოიყურება, თუმცა კიევს ეს ნამდვილად არ მოეწონებოდა. დონალდ ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რუსებმა უკვე მოიგეს ეს ომი, საკითხი ის კი არ არის შეუძლიათ თუ არა რუსებს წინსვლა დასავლეთისკენ, არამედ არის ის, თუ რამდენად შორს სწავლენ ისინი.